ბატონო ელჩო, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი ჩვენთან ყოფნა. განსაკუთრებით დღეს, საინტერესო დროა საკითხების განსახილველად. მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთით. თუ გსურთ ცოტა ხნით ისაუბროთ თურქეთის დღევანდელ როლზე, როგორც მასპინძელზე, როგორ ფიქრობთ, ისინი მტკიცედ არიან ნატოს ალიანსში? ვიცი, რომ ფორმალურად ისინი ნატოს წევრები არიან, მაგრამ იცით, ბევრს აინტერესებს რა ტიპის მოკავშირეები არიან ისინი ამ ეტაპზე. როგორ აღწევდით მათ მასპინძლობას და მის მნიშვნელობას? ჩვენ ნატოს წევრი ქვეყნები ვართ 1952 წლიდან, ანუ ალიანსის გარიჟრაჟიდანვე. ამიტომ თურქეთის ერთგულება ნატოსადმი, როგორც მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსის წევრისა, არასოდეს შესუსტებულა. და ვფიქრობ, ბოლო კონფლიქტმა გვაჩვენა, რომ ნატოს რესურსები სხვადასხვა ქვეყნიდან იქივნენ, რათა თურქეთის საჰაერო სივრცე დაეცვათ. და ასევე დაგვანახა სამხედრო ქსელის სოლიდარობა. ის ფაქტი, რომ სამიტი ეხლა ანკარაში ტარდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიქრობ ეს ნატოს ისტორიაში ძალიან დიდი ეტაპია. როგორც ძალიან კარგად იცით, ეს არის ჰააგის სამიტის შემდეგ დრო, როცა ბოლოს გქონდა 35 სამიტი. დადგა დრო, რომ ევროპულმა ფრთამ, მათ შორის კანადამაც რა თქმა უნდა და ამერიკულმა ფრთამ მიაღწიონ შეთანხმებას იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ წინ 5 პუნქტით. კარგი, დიდეფე. სამხედრო ხარჯებში 5%-იანი წილი. და ვფიქრობ, ეს იქნება ნატო 3.0, როგორც ხალხი ამბობს. და ანკარა ძალიან კარგი კანდიდატი იყო ამისთვის. რადგან როცა პრეზიდენტი ტრამპი და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი დაპირისპირებულები იყავით ზოგჯერ სხვადასხვა შეხვედრებზე, ვფიქრობ, თურქეთი, რომელიც სხვადასხვა კონტინენტსა და ინტერესებს შორის დგას, იდეალური მასპინძელი იყო ამისთვის. და ამ ნატოს სამიტზე ბევრ შედეგს ვიხილავთ. პირველ რიგში ვფიქრობ, ვიხილავთ ზოგიერთი სარდლობის სტრუქტურისა და რესურსების გადახედვას. ნატოში აშშ-ის დომინირებისგან გადავდივართ უფრო დაბალანსებულ ევროპულ მსვლელზე, თავად ნატოში და იმ კითხვაზე, რომელიც დასვი, იცი, რაც შეეხება თურქეთს და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური დადებითი ნიშანია თურქეთისთვის. ის ფაქტი, რომ სამიტი შეიძლება ჩატარდეს და ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას შემდეგ, რაც ჰქონდა ეს პრობლემები ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან, ველურად ჩამოვიდა ანკარაში, ძალიან დადებითი დიპლომატიური ნიშანია როგორც თურქეთისთვის, ასევე მთლიანად ნატოს ალიანსისთვის. როგორც დასაწყისში ვთქვი, თურქეთი როგორც ნატოს ალიანსის ევროპული ფრთის წევრი უნდა გაზარდოს ხარჯები 5%-მდე და უკვე აკეთებს ამას. ის საკმაოდ სწრაფად ავითარებს თავის თავდაცვის ინდუსტრიას და ამას აკეთებს ევროპული პროგნოზებისა და იმ პროგნოზების შესაბამისად, რაც შეთანხმდა ჰააგის სამიტზე. ეხლა ვიცი, რომ არსებობს ღრმა ისტორიული მტრობის საკითხები თურქეთსა და რუსეთს შორის. აქ ასობით წლის ურთიერთობის განმავლობაში არაფერი იყო მარტივი. ბევრი ომი იყო. მაგრამ ბოლო 10 წლების განმავლობაში გაჩნდა აღქმა და ვფიქრობ რეალობაც, რომ თურქეთი პუტინის მმართველობის პერიოდში რუსეთთან ბევრად დაახლოვდა. ან სულ მცირე. ისინი თითქოს შუამავლის როლში გამოდიან ამ საკითხში. მინდა ამას მიუბრუნდე, რადგან ნახეთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩამოდის პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინიდან თვითმფრინავით და დღეს ამ შეხვედრაზე მოდის. ცხადია, ის ნატოს წევრი არ არის და რაც ჩვენ ვიცით, ნატოში გაწევრიანების გზა ამ ეტაპზე არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ის იქ არის და ეს საკითხი კონფერენციაზე მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. იქნება ეს მისი ან სხვების მხრიდან დაყენებული. საჯდება თურქეთი ამ დინამიკაში უკრაინას, რუსეთსა და სავარაუდოდ შუაში მდგომ პრეზიდენტ ტრამპს შორის. თურქეთი იდეალურად ჯდება ამ სურათში. ის ნატოს ალიანსის წევრია. მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან. მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს უკრაინასთანაც. და განსხვავებას არ აკეთებს, ერთნაირად ინარჩუნებს ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. ის ფაქტი, რომ ომის დასაწყისში სტამბოლში რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას, მოწმობს, რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ორივე ქვეყანაზე. რომ არა გარკვეული ქვეყნების ჩარევა და ომის გაგრძელება, ომი თავიდანვე დასრულდებოდა სტამბოლის დეკლარაციით. როგორც არ უნდა იყოს, დღევანდელ დღეზე რო გადავიდეთ, დიახ, ნატოში უკრაინის ომი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ჩვენს გვერდით ხდება. თურქეთი შავი ზღვის ქვეყანაა და ეს ზუსტად ჩვენს ზემოთაა, შავი ზღვის ზემოთ.
და ამ ომის გამო ხანდახან დრონები, ხანდახან საზღვაო დრონები და ასე შემდეგ, ხანდახან ნაღმებიც კი ხვდება თურქეთში. ასე რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა შავ ზღვაში და სტაბილურობა ჩვენს ორ ჩრდილოელ მეზობელს შორის. სად დგავართ ახლა? ფიქრობ, ჩვენთვის სარგებელია ამ ორ ქვეყანას შორის ზავის მიღწევა. სწორედ ამაზე მუშაობს ძალიან დიდი ხანია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთთან და ასევე უკრაინასთანაც. აი ესეა თურქეთის პოზიცია, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ის ემორჩილება ნატოს სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასრულებს მათ. და თურქეთი ძალიან კარგი მასპინძელი იყო მოლაპარაკებებისთვის, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ზავი დადებული იყო. ნახეთ რა სიტყვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ურთიერთობებზე. ანუ ის ძალიან თბილად საუბრობს. პრეზიდენტი ტრამპი ბოლო დროს ძალიან თბილად საუბრობს პრეზიდენტ ერდოღანზე. როგორ ფიქრობთ, ვიხილავთ ამას აქ, რომ ორივე ლიდერი ან განსაკუთრებით თურქი მასპინძელი ამის დემონსტრირებას მოისურვებს? სწორედ უყურებდი, სანამ ეთერში გამოვიდოდი, უყურებდი, როცა ის თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და ასე შემდეგ. ცხადია, რომ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ამ ორ პრეზიდენტს შორის. მე ვფიქრობ, რომ ისინი ერთმანეთს კარგად ესმით, ისინი რეგულარულად ესაუბრებიან ერთმანეთს, მათ საკმაოდ ხშირად აქვთ შეხვედრებები, სხვა ქვეყნების ლიდერებთან შედარებით მაგალითად. და ფიქრობ, რომ ეს იქნება როგორც დასაწყისში ვთქვი, კარგი ორმხრივი შეხვედრა, რადგან პრეზიდენტი ტრამპი აქ არის არა მხოლოდ ნატოს სამიტისთვის, არამედ ის აქ არის ორმხრივი შეხვედრისთვისაც პრეზიდენტ ერდოღანთან. და ისინი ამ ორმხრივ შეხვედრას რამდენიმე წუთში დამართავენ. ასე რომ შედეგებს ყველანი მოვისმენთ მათ პრესკონფერენციაზე როცა გამოვლენ, მაგრამ მე ველოდები, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აშშ-თან დადებითი შედეგები გვექნება. ჩვენთვის და მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ამჟამად ძალიან დიდი ინტერესის საგანია, რა თქმა უნდა, ირანთან კონფლიქტი. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, თქვენ იცით, რამდენიმე გამამჟღავნებელი რამ თურქეთის როლის, გავლენისა და ზოგჯერ ამ საკითხში მისი წვლილის შესახებ. მოусმინეთ, როგორ აღწერთ იმ კავშირებს, რაც თურქეთს ამჟამად ირანთან აქვს და ასევე ნებისმიერ შესაძლო გადაწყვეტასთან ამ კონფლიქტის. იცით, ეხლა ხან გესაუბრებოდით ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებზე, რუსეთსა და უკრაინაზე. და შემდეგ ყავს ისეთი მეზობლები, როგორიცაა ირანი. და ირანში კიდევ ერთი ომი მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ყველგან კონფლიქტია, არასტაბილურობა. და ეს დიდი ომი, რომელიც ირანშიც მოხდა, ჩვენზეც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. სად ვიყავით? ჩვენ ამ ომის გარეთ ვიდექით. ცდილობდით, რომ ომი აშშ-სა და ირანს შორის ერთად მოგვეგვარებინა. ჩვენ დიპლომატიურად საკმაოდ ბევრს ცდილობდით, რომ სხვადასხვა ფორუმზე მიმდინარე სამშვიდობო პროცესებს დახმარებოდათ. რაც ჩვენ შეგვეხებოდა, ჩვენ გარეთ დავრჩით, მაგრამ ირანმა რამდენიმე რაკეტა მაინც ისროლა ჩვენი მიმართულებით, ნატოს ბაზებისკენ და ასე შემდეგ. მაგრამ ირანთან ურთიერთობა გვაქვს, რომელიც 1000 წელს ითვლის. და უკვე 500 წელზე მეტია ჩვენს ორ ქვეყანას შორის მშვიდობაა. ასე რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი ჩვენი მეზობლები არიან. პირდაპირი მეზობლები, საზღვარი გვაქვს მათთან და ასევე დიდი ეკონომიკური კავშირები გვაქვს. ასე რომ როგორც რუსეთი და უკრაინა, ირანი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელთანაც უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობა და ფონდეს სტაბილური ურთიერთობა. დღევანდელ მოვლენებშიც მინდა ჩაგვრთოთ. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი დამასკოში და ყველაფერი დრამატულად განვითარდა, როგორც იცით, განსაკუთრებით იმ ორმაგი აფეთქების შემდეგ, რომელიც მის სასტუმროს გარეთ მოხდა. ის იქ არ იმყოფებოდა. მაგრამ საინტერესოა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა დამასკოში, რაც როგორც მახსოვს, პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მეთაური ჩავიდა დამასკოში, რათა შეხვდეს იქ ახალ მთავრობას. საოცარი ალბათ პრეზიდენტ ერდოღანისთვის. რატომ უნდა იყოს საფრანგეთი თურქეთზე წინ? რა მდგომარეობაა ახლა თურქეთსა და დამასკოს შორის? არ ვფიქრობ, რომ ის იყო პირველი პრეზიდენტი, ვის დამასკოში ჩავიდა, მაგრამ ალბათ პირველი დასავლელი პრეზიდენტი იყო, თუ არ ვცდები, ვინც დამასკოს ეწვია. დამასკო, სირია ის მეზობელი ქვეყანა. კიდევ ერთი რეგიონი, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვრის ორივე მხარეს ბევრი ადამიანი ყავს, რომლებიც ერთმანეთის ნათესავები არიან. ასე რომ, იცით, არის სხვადასხვა პატარა ქალაქები, სადაც ქალაქის ნახევარი თურქეთშია, ნახევარი კი სირიაში. ასე წარმოიდგინეთ. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ტერიტორიაა ჩვენთვის.
და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სტაბილურობა სირიაში ბრუნდება. ჩვენ გვინდა რომ სირიაში იყოს სტაბილური მთავრობა, სტაბილური ეკონომიკა და ქვეყანა წინ წავიდეს. ეს არის ჩვენი პოზიცია. და ვფიქრობ საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ასევე უერთდებიან ამ პოზიციას. პრეზიდენტი ტრამპი აპირებს შეხვდეს პრეზიდენტ ალ-შარას ნატოს სამიტის დროს აქ ანკარაში. და თუ დააკვირდებით, ის ხვდება პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ალ-შარას ორი ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც სხვათა შორის ნატოს წევრები არ არიან. მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა თავად გადაწყვიტა და ანკარაში შეხვდა მათ. ეს გაჩვენებს, რომ სირიის მიმართ დიდი ინტერესი არსებობს როგორც სირიის სტაბილურობისთვისთვის, ასევე რეგიონისა და ზოგადად გლობალური მშვიდობისთვის.